მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია, რომ უყურეთ ჩემ ვიდეო რგოლს, რომ გამოეხმაურეთ კომენტარების სახით. მადლობას გიხდით, ვინ წარმატება მისურვეთ. ვეცდები, რომ თქვენთვის საინტერესო იყოს ყოველთვის ჩემი ვიდეო რგოლები. ასევე ერთ საინტერესო კომენტარი მომივიდა ქალბატონისგან. მე გთხოვეთ, რომ თუ რაიმე საკითხი ან რაიმე სიტუაციაზე გინდა რომ ვილაპარაკოთ, გინდათ ზუსტად მომწერა ასეთი პრობლემატური საკითხი. და ვეცდები, რომ მეტნაკლებად პასუხი გავცე ამ კომენტარს. მინდა წაგიკითხოთ ეს კომენტარი, რომ თქვენც იცოდით რას ეხება ეს საკითხი. ქალბატონი წერს: 25 წელი ვეზიარებოდი ერთ მოძღვართან და რაც მეც ვიცავდი წესებს, უფრო მეტად ვშორდებოდი მეუღლეს. და რომ დავშორდით მტკივნეულად და ბავშვების ტრამვებით, ის მერე გახდა მორწმუნე. და ჩვენ უბედური ცხოვრებისათვის განწირულნი. თვითონ ოჯახი შექმნა. რატომ ხდება ასე? ძალიან დამაფიქრებელი სიტუაცია არის მართლაც. ზუსტად პირველ ჩემ ვიდეოში ვთქვი, რომ დღეს ძალიან აქტუალურია ოჯახური პრობლემები და ეს კიდევ ერთ-ერთი ნათელი მაგალითია და დასტური იმისა, რომ მართლაც ასეა დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მინდა გამოვეხმაურო ამ კომენტარს, ჩემი აზრი გამოვთქვა რასთან დაკავშირებით. ზოგადად ადამიანები, ვინც თავის რწმენას ავლენს და ცდილობენ რომ გამოხატონ, ინტენსიურად დადიან ეკლესიაში, ვთქვათ, ყველაფერს იცავენ და რელიგიურ ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს რა თქმა უნდა მათი არჩევანია და არავის არ აქვს უფლება რომ ჩაერიოს ასეთ მნიშვნელოვან არჩევანში. მაგრამ ერთი რაღაც რჩება ხოლმე მხედველობიდან. შესაძლოა ამ ქალბატონის სიტუაცია სხვანაირია, მე ხლ ყველა დეტალი არ ვიცი, რა თქმა უნდა, ოჯახში თუ რა ხდებოდა, რა პრობლემები ჰქონდათ, რატო შორდებოდა. ამაზე მე არანაირი წარმოდგენა, რა თქმა უნდა, არ მაქვს. უბრალოდ ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს ადამიანმა უნდა გამოუყოს დრო. მეუღლეს თავისი დრო სჭირდება, შვილებს თავისი დრო სჭირდება, სარწმუნოების საკითხებს თავისი დრო სჭირდება. მეტნაკლებად ცოლი და ქმარი, როდესაც ამ კავშირს ქმნიან, რაღაცა მოეწონათ ერთმანეთში, ხო ასეა? რაღაცა მიიზიდა რაღაც თვისებამ, გარეგნობამ, ხასიათმა და თუ კი ცხოვრების განმავლობაში შემდეგ ეს ყველაფერი ფერს კარგავს და აღარ ავლენ იმ თვისებებს ან ყურადღებას აღარ ავლენ მეუღლის მიმართ, რა თქმა უნდა ეს კავშირები თანდათან უფრო სუსტდება და ნელ-ნელა უფრო მყიფე ხდება ესეთი კავშირები. ერთი ასეთი მაგალითია, რომ ისევ დავესესხები თეოლოგიიდან, როგორც გითხარით, თეოლოგიას განვიხილავთ როგორც ფსიქოლოგიას და ერთ-ერთი ასეთი მაგალითია, რომ გონიერი აშენებსო თავის სახლს კლდეზე და რომ წამოვა რაიმე პრობლემები, ქარიშხალი, წყალდიდობა და ასე შემდეგ, ვერაფერს ვერ დაუშავებს აი ამ სახლს, რადგან ფუძე თავისი საძირკველი არის მყარ კლდეზე დაშენებული. მაგრამ არის ასევე პარალელი, ეს ფსიქოლოგიური მომენტი, რომ ავიღოთ ამ ქალბატონის მიმართ, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ ახლა რა მაგალითიც მომყავს, რომ უგუნური აშენებს ქვიშაზეო. ანუ წარმოგიდგენიათ, ხო, ქვიშაზე რომ ააშენო ეს სახლი და ქვიშაზე იყოს მისი საძირკველი. წყალდიდობა იქნება თუ
ქარი იქნება უეჭველად დააქცევს ესეთ სახლს, ან გამოურეცხავს ნიადაგს და ერთ სიტყვით ან გაიბზარება, ან გადაწვება ეს სახლი და სიმყარე არ აქვს. რისი დანახვა გვინდა ჩვენ აი ამ ფსიქოლოგიურ მომენტში. ჩვენი ურთიერთობები რომ მყარი იყოს, უნდა მყარ საფუძველი ჩაეყაროს. სიყვარულის გამოვლინება და პატივისცემა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღები, რასაც ოჯახს უფრო ძლიერს ხდის და ქმნის. სიყვარული და პატივისცემა. მაგალითად, თუ ადამიანი თავის მეუღლეს პატივისცემს და სიყვარული არ გააჩნია, მაინც არ არის მყარი ასეთი ურთიერთობა. უბრალოდ მოვალეობა და პატივისცემის შემთხვევაში. მაგრამ თუ სიყვარულს ავლენს, ეფერება, კომპლიმენტებს ეუბნება და პატივისცემით არ ეპყრობა, პარალელურად აბუჩად იგდებს, მასხარად იგდებს, რაღაც საზოგადოებაში როცა არიან სახალხოდ რაღაც ისეთ რაღაცა სიტყვის მეუღლეზე, რომ ის უხერხულად გრძნობს და ასე შემდეგ, თუ პატივისცემა არ არსებობს მეუღლის მიმართ და მხოლოდ სიყვარული, არც ეს არ არის მყარი მაკავშირებელი. აუცილებელი არის, რომ იყოს ორივე ფაქტორი, სიყვარული და პატივისცემა. ჩვენ წინა ვიდეოში ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომ თეოლოგიიდან უნდა ვისარგებლოთ და დავინახოთ ის ფსიქოლოგიური მომენტები, რაც ადამიანისთვის და ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად არ ვიცი ამ პიროვნების ცხოვრებისეული სიტუაციები, შესაძლოა მეორე მხარეს ტყუის, შესაძლოა ორივეს ტყუის. საერთოდ გამონათქვამია, რომ ოჯახი არის უძირო ჭა, ხო? ვერ გაიგებ ბოლომდე ოჯახის სიტუაციას. ერთადერთი შესაძლებლობა არის, რომ პირადი კონსულტაცია გქონდეს, პირადად კონკრეტულად დეტალურად მოგიყვეს რა პრობლემები აქვს ადამიანს, რა პრობლემებში იმყოფება და შემდეგ უკვე დამხმარე პიროვნება, ვინც მოისმენს, გამოსავლის პოვნაში დაეხმარება. მე მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ რომ პირადში მომწეროთ, თუ ძალიან ესეთი დეტალური საკითხების განხილვა გინდათ, რომ მეც ვიცოდე რას ეხება ეს სიტუაცია და რითი შეიძლება რომ დაგეხმაროთ, ამ შემთხვევაში მომწერეთ პირად მესიჯებში. ასე დამიკავშირდით. საერთოდ ოჯახში მხოლოდ ცალმხრივად თუ სრულდება რაღაც, იმდენად ეფექტური არ არის, რომ ერთ-ერთი მეუღლე რო ცდილობს, რომ ყველაფერი შეინარჩუნოს, ოჯახური სითბო, გარემო, სიყვარული, პატივისცემა და მეორე ამას არ ცდილობს, ესეც რაღაცნაირად ნაწილობრივ ეხმარება სიტუაციას, რა თქმა უნდა. მაგრამ სუნთლად ბოლომდე ვერ გამოასწორებს ამ პრობლემებს. თუმცა ერთი საინტერესო მომენტია. ისევ დავესესხები ღვთიურ სიბრძნეს და გეტყვით, საუკეთესო ფსიქოლოგი თავად შემოქმედია, მან შექმნა ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი ცხოვრება, სიცოცხლე და ეს კავშირები, ოჯახის და ცოლ-ქმრის და იქ არის ასეთი საინტერესო აზრი. ეხლა მაგალითს მოგიყვანთ იქიდან ისიც, რომელიც პირდაპირ ამას არ ეხება ამ საკითხს, მაგრამ პრინციპი იგივეა. მაგალითად, ქალბატონი იყო მორწმუნე და ქმარი არ აყავდა მორწმუნე, იყო ურწმუნო. რა უნდა გაეკეთებინა? უნდა დაეწყო ჩიჩინი, რომ აი რატო არ გწამს, უნდა იწამო, რა გეშველება და ასე შემდეგ, ასეთი კრიტიკა, რა თქმა უნდა, ადამიანს მორწმუნეს ვერ გახდის, ხომ ასეა? და იქ არის ასეთი საინტერესო რჩევა. შენი საქციელითო, შენი სწორი მიდგომით, შენი პატივისცემით და სიყვარულით ყველაფერი გააკეთე, რომ შენში დაინახოს, თუ რატომ გწამს ღმერთი და
რა შედეგი მოაქვს შენ ცხოვრებაში. Რომ უფრო ბედნიერი ხარ, უფრო მშვიდი ხარ, უფრო კარგად გრძნობ თავს, უფრო მეტი უნარი გაგამოავლინო თვისებების სიყვარული, პატივისცემა და აი ამ ყველაფერს შენში რომ დაინახავს შენი მეუღლე ქმარი სიტყვაზე, ხო? იმას უკვე აღარ ექნება ის პრობლემა, რომ რაღაცნაირად იმანაც ირწმუნოს, იმანაც დააფასოს ეს ყველაფერი, შენს პირადად დაგაფასოს. მაგრამ თუ შენი რწმენა იქნება რაღაც ოჯახში იზოლირებული და შენთვის უბრალოდ ცდილობ რომ უნდა მე გადავრჩე წამს, იქ დავდივარ, აქ დავდივარ, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ მეუღლის მიმართ თუ არა გაქვს შენ სიყვარული, პატივისცემა და მზრუნველობა, შესაძლოა ეს უფრო ეს კრახად და პრობლემად გადაიქცეს ოჯახში. ასე რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ეს არის ეს ისეთი კავშირია ცოლ-ქმრობა, რატომ ქართულში ასე ეწოდება ხო მეუღლე. ანუ უღელი რა არის? უღელს ადგავდნენ ხარებს, ხო? ერთ ხარი რო ცოდო იყო რომ გაეწია გუთანი, მეორე იყო დამხმარე, რომ ერთად უფრო ადვილად მოეხნათ და გაეწიათ ეს გუთანი. მეუღლე ნიშნავს, რომ თანაბრად უნდა გაწიონ ცხოვრებაში ეს უღელი. თუ უთანასწორო უღელი იქნება, აი წარმოიდგინეთ მაგალითად, ხართან ერთად სხვა ცხოველი ჩაავა, ან ცხენი, ან სახედარი, ძალით უფრო სუსტი იქნება, ხომ ასეა? და ხარს მოუწევს იმ გუთნის გათრევაც და იმ ცხოველის გათრევაც, რომელიც ვერ ასძალავს. და ამ დროს ხარსაც ტკივა კისერი და ვისაც ათრევს იმასაც ტკივა. ანუ ოჯახურ პრობლემებთან რო გავაიგივოთ. უნდა იყოს სინქრონი, უნდა სიყვარული და პატივისცემა ვლინდებოდეს და რა თქმა უნდა შემდეგ ამას სანაცვლოდაც მიიღებთ. აი ეს რაც შეეხებოდა ამ კომენტარს, რა თქმა უნდა ეხლა ეს ოჯახი უკვე დაშორდა ერთმანეთს, ცოლი და ქმარი, უკვე სხვა ოჯახი შექმნა, ეს უკვე უფრო სერიოზული პრობლემაა და უფრო თითქმის შეუქცევადია უკვე ეს პრობლემა. მაგრამ აქამდე რო არ მივიდეს საქმე, აუცილებელი არის, როცა პრობლემებს ხედავთ ოჯახში, აუცილებელია კონსულტაციები. მასთან, ვისაც აქვს ამისი უნარი, რომ რჩევით და საუბრებით და დაგანახონ, თუ შესაძლოა თქვენ რაში სტყუი ხართ, ან თქვა თქვენი მეუღლე რაში სტყუის, როგორ მიუდგეთ, თუ იმას არ აქვს სურვილი კონსულტაცია გაიაროს და ფიქრობს, რომ მე არავისთან არ წავალ, არავის არ მოусმენ, მაინც შესაძლებელია ცალი მხრიდან ისეთი მიდგომა, რომ ამ პრობლემების მოგვარება უფრო მარტივი გახდეს. მადლობელი ვარ ამ ქალბატონმა, რომ ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი დაგვანახა, ერთ-ერთი ოჯახური პრობლემა და ფაქტიურად ამას უწოდებ ტრაგედია, რადგან ოჯახი დაინგრა. ჩვენ ვიცით, რომ ვინც ოჯახი დააფუძნა, ის არ იწონებს ოჯახის დანგრევას. ასეთი მოწოდებაც კი არის, რომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს, ანუ იმ კაცში მხოლოდ უცხო მესამე პირი კი არ იგულისხმება, რომ არის ეგრეთი სიტუაციებიც, ხო, ვიღაცა ჩაერია და დააშორა, თქვა ცოლ-ქმარი. არამედ ამ კაცში კაცი ნუ დააშორებს, თავად ჩვენც ვიგულისხმებით. შეიძლება ჩვენ დავანგრიოთ ოჯახი. ასე რომ კიდევ ერთი საინტერესო პრინციპი არის, გონიერი ქალი თავის ხელით აშენებს, სახლსო უგუნური კიდე ანგრევსო. კვლავ ვიტყვი, რომ ამ ქალბატონის მიმართ არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მისი პირადი სიტუაცია ნამდვილად არ ვიცი. გამორიცხული არ არის, რომ აბსოლუტურად მართალი ადამიანია და მან დიდი ტრავმა გადაიტანა, მაგრამ ზოგადად პრინციპებს გულისხმობ, სადაც მეტნაკლებად ყველა ოჯახში ხდება ეს აგურ-აგურ მოშლა და მორყევა და დანგრევა. ეს ქმრის მხრიდან იქნება თუ ცოლის მხრიდან. ამიტომ ძვირფასებო, კიდევ ერთხელ გეტყვით, როცა არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემატური სიტუაციები და თვითონ ვეღარ ართმევთ უკვე ამ პრობლემებს, ხო? აღარ შეგიძლიათ გადაჭრათ, რადგან
პრობლემა როგორც კედელი ესე არის ხოლმე აფარებული და მის მიღმა ვეღარაფერს ვეღარ ხედავთ, აუცილებელია რომ უკვე ჩაერიოს სხვა პიროვნება. თქვენ ვისაც აირჩევთ, რა თქმა უნდა, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ვის ჩაახედებთ თქვენ ცხოვრებაში, ვის მიმართავთ დახმარებისთვის, მე უბრალოდ გეტყვით, რომ მზადა ვარ, რომ ასეთი კომპეტენცია გაგიწიოთ, თუ სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა. მადლობელი ვარ, რომ უყურეთ და გამოეხმაურეთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი. მე ვეცდები, რომ მოკლე იყოს ეს ვიდეოები, რომ არ გადაგღალოთ საუბრით, რადგან ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება წამოჭრილი ჩემ გვერდზე, რაზეც შეიძლება დაფიქრება. თუმცა კონკრეტული საკითხები კონკრეტულ სიტუაციებთან მიმართებაში ეს ჩემთვის რთული იქნება, რომ წარმოვიდგინო, ვის რა პრობლემა გაგაჩნიათ ოჯახში. რაც შეეხება მინდა შევეხო იმ ისეთ საკითხს, რომ ეს გვერდი რო გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა და აგიხსენით წინა ვიდეოში, რომ მინდა ვისარგებლო თეოლოგიიდან ფსიქოლოგიური მომენტები, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ჩემი ვიდეორგოლები და ჩემი თქვენთან ურთიერთობა არ იქნება რელიგიური, არავითარ შემთხვევაში. მე ლიტურგიაში არ ვერევი, საეკლესიო ცხოვრებაში არ ვერევი. ასე რომ აი ასეთი კუთხით, ასეთი სახით, რომ ვთქვათ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა ვილოცოთ, როდის უნდა ვილოცოთ, ან სად უნდა წავიდეთ, რომელი დღესასწაული როდის იქნება და როგორ უნდა აღვნიშნოთ, ეს რა თქმა უნდა ჩემი პრეროგატივა არ არის, მე სხვა მიმართულება მაქვს, კიდევ ერთხელ რომ დავაფიქსირო, ეს არის თეოლოგიიდან ნასესხი ფსიქოლოგია, იმიტომ რომ რელიგია ეს არ არის მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობის ინსტრუმენტი. მისი წერილი, მისი გზავნილი კაცობრიობასთან აბსოლუტურად ყველა სფეროს შეეხება. ეს იქნება ოჯახი, ურთიერთობები, შვილები, სამუშაო, თვისებები, კანონები. ერთ სიტყვით, ვისაც ერთხელ მაინც ოდესმე გაქვთ წაკითხული ეს ძვირფასი წიგნი, დიდებული ფსიქოლოგის დაწერილი წიგნი, იწყება ანიდან და მთავრდება ჰოემდე. ანუ პირველი წიგნი არის დაავადება, საერთოდ სამყარო როგორ შეიქმნა და იმაზეც კი არის საუბარი მომავალში რა მოხდება. ეს უკვე რწმენის საკითხებია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე არ ვეხები არც გამოცხადებებს, არც წინასწარმეტყველებებს. ეს ამის კომპეტენტური ადამიანები არსებობენ ეკლესიაში და არიან მეცნიერები, ვინც იკვლევენ უფრო სიღრმისეულად ასეთ საკითხებს. მე უბრალოდ აი ამ წიგნიდან, ამ ძვირფასი წიგნიდან მინდა დაგანახოთ ყოველგვარი სიკეთე და პრობლემები, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში გამოჩნდეს ჩვენ, ან უკვე არსებობს ჩვენ ცხოვრებაში, თუ როგორ შეიძლება რომ გადაიჭრას ეს პრობლემები. და ასევე რა თქმა უნდა, ბიბლიურ მაგალითებზე ვისაუბრებთ ხოლმე, თუ რა მაგალითებია, რა შედეგით მთავრდებოდა ესა თუ ის საქციელი, მოქმედება, თუ ურთიერთობები. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის. ნახვამდის.